მადლობა ბიჭებს აი მაინც საოცარი ბრძოლისთვის აშკარად ჩანდა რომ ისინი ქართველები იყვნენ და ბოლო ინტერვიუში მე ვახსენე თითო მილიმეტრზე თუ არ ვიბრძოლებთ ჩვენ ევროპის საგზურს ვერ მოვიპოვეთ. გამოჩნდა რომ იყო რა თქმა უნდა შეცდომი რაზეც ახლა რა თქმა უნდა არღის ლაპარაკი ჩვენ მთავარი მიზანი შევასრულეთ. აუცილებლად მინდა გამოყო ფეხბურთის ფედერაცია, იმიტომ რომ ძალიან გვეთქვა ამ ჩვენ 6 თამაშის მანძილზე რაც შესაჩევში ჩავატარეთ და სწორედ აი იქიდან იყო დაწყებული აი აქამდე მოსვლა. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა უთხრა, აი ზუსტად ჩემ ფეხბურთელებს ყველანაირი პირობა ჰქონდათ იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ თამაშისთვის ეფიქრათ. ძალიან შეცვალა დრახოვსკიმ თავის სლოვაკეთის გუნდის თამაში, რაც გამოჩნდა კიდეც, მაგრამ ბოლოს უკვე ისეთი იყო, რომ ჩვენი ჟინით მოვიგეთ. ძალიან გაგვიჭირდა ბოლოს, თავდადება იყო მანდ უკვე ყველაზე მთავარი. მინდა მთელ საქართველოს მიულოცო ფუტზალის გულშემატკივრებს და ერთი აუცილებლად მინდა არ უნდა გამომჩეს თბილისის სრულ თამაში ის 4-1 რომ მოვიგეთ, ყველა გულშემატკივარი ისე ხომაგობდნენ, რომ აი ძალიან დიდი წვლილი მათიც არის რა, იმიტომ რომ ჩვენ მარტო ვერაფერს ვერ ვიზამთ. ყველა მთელ საქართველოს ულოცავ, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვერდით გვედგა, ჩვენი ოჯახები, ჩვენი მეგობრები, გულშემატკივარი, რომელიც ყოველ თამაშზე თბილისში როცა იყო მოდიოდა, საზღვარგარეთ გულშემატკივრობდა და ყოველთვის გრძნობდით მათ მხარდაჭერას და მიულოცავ მთელ საქართველოს, ვისაც ოდნავ მაინც გაუხარდა ეს ჩვენი ქართული წარმატება. ბედნიერება ზუსტად ეგ არის, რომ აღარაფერი აღარ დაგვრჩა რა, აი ემოციებისგან დაცლილები ვართ, თვითონ თამაშის სცენარი იყო ისეთი და ორი მაჩის ჯამში თავარია გავიმარჯვეთ და ის ოცნება და მიზანი რაც დავისახეთ 2 წლის წინ, როცა შესარჩევის ჯგუფები დავაგდო და გვინდოდა რომ მოხვედრილიყავით იქ სადაც მოხვდით შევასრულეთ ღირსეულად ჩვენ 100% ჩავდეთ ყველაფერი და ღმერთმაც მაგიტო დაგვიფასა რა და ერთი მინდა თქვა რომ საქართველოს ყოველთვის ჩვენს გულებში იყო და ზუსტად მაგიტო მაგ საქართველოს სიყვარულმა შეგვაძლებინა ის რაც დღეს შევძელით. გილოცავთ ყველას, საქართველოს ევროპაზეა მეგობრებო, კიდევ ერთხელ გილოცავ. ძალიან დიდი წარმატება არის ზედიზედ მეორედ ქართული დროშა ევროპულ ასპარეზზე იქნება. მეხუთე ევროა ჩვენთვის ფეხბურთის ფედერაციაში და ქართული გულშემატკივრისთვის და რა თქმა უნდა კარგია რომ 2026 წელს კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო ფორუმი დავიწყებ. მინდა მიულოცო ავთანდილ ასათიანს და მის გუნდს, ყველა ფეხბურთელის ნატრა იყო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაში და რა თქმა უნდა მინდა მიულოცო თითოეულ მათგანს. უსურვო წარმატებები ფინალურ ეტაპზე, იცით რომ ამ ეტაპზე იოლი მეტოქე არ იყო გუშინას თქვით და დღესაც მეორდებით ნახავდით თქო რომ იტალიის ნაკრებმაც პენალტების სერიაში შეძლო დღეს ფინალურ ეტაპზე გასვლა და ამიტომ ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ურთულეს მატჩი გუნდმა გამოიჩინა ნებისყოფა გუნდმა გამოიჩინა გამარჯვებისკენ სწრაფვა და რა თქმა უნდა ეს ხელშეგვიწყოს იმისაც რომ კონკურენტუნარიანი ძალა ვიყოთ